ოცნების საერთაშორისო იზოლაცია იზრდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს, რომ საქართველოს ნატოს საპარლამენტო საბჭოს შეხვედრები შეჩერდა. ოცნების დელეგაციას კი პრივილეგიები შეუმცირდა. ფორმულას ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად. ასე ორგანიზაციამ ოცნება ტყუილში ამხილა. ივანიშვილის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა. გიორგი კიკაბიძე დეტალებით და შეფასებებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. სწორედ გივი მიქანაძე იყო ერთპარტიული პარლამენტიდან ის, ვინც ამტკიცებდა, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, მიქანაძე კამერების წინ არ ჩნდება. შეფასებები კი კეთდება პროდასავლურ პარტიებში, სადაც აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილის პარტია ატარებს. რეჟიმს ბუნებრივია არ პატიობენ გაყალბებულ არჩევნებს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და მიტაცებულ სახელმწიფოს. მთავარი ფაქტი არის ის, რომ ასამბლეა აგრძელებს ქართული ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, რაც შეეხება კრიზისს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური და საპარლამენტო კრიზისი. კრიზისის აღმოფხვრის ერთადერთი გზა, გახლავთ ცხადია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. სხვა მხრივ, არ გადაიხედება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და არის დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან ის მოვლენები, რაც ხდება საქართველოში, კერძოდ ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის ფაქტები, საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიების ქვემდებარე საქმეები და ამავდროულად ის დემოკრატიული უკუსვლა, რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში. მე თავად როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ოპოზიციიდან წინამოწვევის პარლამენტში ვესწრებოდი შეხვედრას რუსული კანონის მიღების დროს, როდესაც იყო გაფრთხილება მიცემული ივანიშვილის ოცნებისთვის დემოკრატიული უკუსვლისა და მისგან გამომდინარე შედეგებთან დაკავშირებით. ის ურთიერთობები, რომელიც და ის სამუშაო შესაძლებლობები, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის იყო გამოყოფილი, როგორც კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყნისთვის, არის შეჩერებული გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი არის ერთპარტიული და იქნება, რომ ქვეყანაში რეჟიმი დემოკრატიის უკუსვლა სწრაფი ნაბიჯებით ახორციელებს, რაც იყო კიდეც ხაზგასმული ბოლო საგაზაფხულო სესიაზე. ამიტომ მიქანაძე რომ ტყუოდა, აქაც ძალიან კარგად ჩანს და ის რომ თალამ არ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, სამ ქვეყანა არ დაბრუნდება კონსტიტუციის გზაზე, ყველა კარი იქნება დახურული რეჟიმისთვის, ესეც აი ამ რეალობიდან კიდევ უფრო მკაფიო არის. საქართველოს ნატოს საპარლამენტო საბჭო 2008 წლის ომის შემდგომ შეიქმნა და ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოს ნატოს ურთიერთობები განმავლობულიყო და ჩვენ გქონოდა სივრცე, სადაც საქართველოს ინტერესებს გავატარებდით. აი ეს სივრცე მოკლა ქართულმა ოცნებამ სწორედ იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, რასაც ბოლო პერიოდია განსაკუთრებით. ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურად რო შევაფასოთ, როგორც ევროკავშირის მიმართ სრულ იზოლაციაში შეიყვანა ქვეყანა, ასევე ნატოსთან მიმართებაში იზოლაციის პოლიტიკა დაიწყო, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის ქართულ ოცნებას არ უნდა დასავლეთთან ინტეგრაცია, არ უნდა დასავლური წესებით თამაში, ანუ არ უნდა ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყავს პოლიტიკური პატიმრები, რაც არის წითელი ხაზები და ჩვენი დასავლური პარტნიორებისთვის. წითელი ხაზები არის, რომელიც გადაკვეთა მოახერხა ქართულმა ოცნებამ ისე, რომ სრულად მარტო ტოვებს ქვეყანას რუსეთის, ჩინეთის და ირანის გვერდით. რას ნიშნავს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს დელეგაციას პრივილეგიები უმცირდება. ექსპერტულ წრეებში ამბობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე სასაუბროდ საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას კარგავს. ცნობისთვის საქართველოს 1999 წლიდან არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი. 2024 წლის მაისიდან კი ფლობს ნატოს ასამბლეაში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საგულისხმოა ისიც, რომ შეჩერდა იმ საბჭოს მუშაობა, რომელიც პარტნიორებმა შექმნეს 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევ როგორც ნებისმიერი საპარლამენტო ასამბლეა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დასავლური საერთაშორისო წესრიგის. ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ფორუმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების მხარდაჭერა, წინ წამოწევა და ზოგადად საქართველოს შენარჩუნება დასავლურ ხის წესრიგში. ძალიან სამწუხარო არის, რომ ევროპარლამენტის შემდეგ ჩვენ გვქონდა ევროსაბჭო და ეხლა უკვე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაც, სადაც მნიშვნელოვნად
შემცირდა ქართული ოცნების წარმომადგენლების უფლებამოსილებები. სამწუხარო არის არა ქართული ოცნების უფლებამოსილების შემცირება, რაც სრულიად გასაგები არის არჩევნებზე მომხდარი მოვლენების შემდეგ, არამედ სამწუხარო არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაქვეითება, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღარავინ აღარ რჩება, ვინც შეძლებდა საქართველოს საკითხის გაჟღერებას და განსაკუთრებით, როდესაც საუბარი არის ნატოზე, როდესაც საუბარი არის ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, საქართველოს საკითხი რჩება ჰაერში ჩამოკიდებული ქართული ოცნების ქმედებების. გასაბობდა ამ ინფორმაციის დადასტურებამდე გივი მიქანაძე, რომელიც დელეგაციის წევრია. რადიკალების რიგ მხარდამჭერებს აპრილის დასაწყისში ჰქონდათ მცდელობა, მართლაც რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეულწილად შეეზღუდა, თუმცა ბევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან წინააღმდეგობა დაფიქსირდა, ამბობდა მიქანაძე რამდენიმე დღის წინ. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ფორმულასთვის გამოგზავნილი წერილი, სადაც ადასტურებენ, რომ საქართველოს დელეგაციას გარკვეული პრივილეგიები შეეზღუდა. ეს ყველაფერი კი მოხდა დემოკრატიული უკუსვრის გამო, რაზეც პასუხისმგებელი ოცნების რეჟიმია. გამოგზავნილ წერილში ნათქვამია ისიც, რომ ასამბლეა გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობას და განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.